მოგესალმებით ეთერში დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. წლებია საქართველოს ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედია საშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც ემსახურებიან არა პროგრესს, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მსოფლიო მშვიდობის რღვევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და LGBT პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცია, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. რაც ნიკა მელიამ გააკეთა თავისინებით, მან ძალიან კარგად იცოდა ჩვენც მრავალჯერ გავაფრთხილეთ, რა მოხდებოდა თუ არ შეასრულებდა საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას, რომ გამოცხადებულიყო კომისიის ხდომაზე. ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, რა პოლიტიკური მოტივი აქვს ეს მელიას გადაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება. როდესაც კანონს ასე ეთამაშება და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს, არაფერს არ მატებს და პასუხსაც კანონის შესაბამისად აკეთებს, განაცხადა შარმანაშვილმა. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხმობით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც შტატების ახალი ადმინისტრაცია ატარებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოს აქტიურად იყენებს, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე გსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს, ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლით თავს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოში მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. მე კიდევ ერთი ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს. 2 დღე თვალება ხვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების გარეშე. შემდეგ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს აირზენას თვითმფრინავში. ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს. გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, განაცხადა ბაჩიაშვილმა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველოს-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს, ამიტომ ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარ თავს მოიტყუებს. ამის შესახებ გაერთიანება რუსთაველის გამზირის წევრმა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ 2 თვეში ჩვენ გვექნება ამის აღჭურვილობა. 3 მოდელი
მოდელი არსებობს. ერთი უკვე აქ არის, ორი ჩამოვა. ერთი შექმნა ჩეხეთმა და ორი შექმნა ამერიკამ. განაცხადა პაარტა ბურჭულაძემ. სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულმა კურიერების ნაწილმა საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტი შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნებია გაჟღერებული. ისინი საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ. კურიერები უწყებებში შეტანილ წერილში ეჭვს გამოთქვამენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში არიან დასაქმებულების შესაძლოა საქართველოში მუშაობის ნებართვა არ აქვთ. 2025 წლის 22 მაისს საჩივრებით მივმართეთ შრომის ინსპექციის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ პრობლემაზე და დაიწყონ გამოძიება. აღნიშნულია წერილში. მანამდე კურიერებმა თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. კურიერების განმარტებით ისინი ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ყოველ ხუთშაბათს ვოლტი და გლოვოს კურიერები არ გამოიძახონ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა 2 ივნისს სტამბოლში შევთავაზეთ. ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩვენ მეორე რაუნდის გამართვა 2 შაბათს 2 ივნისს სტამბოლში შევთავაზეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ პასუხი არ მეგვიღია, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ახლა მთავარი რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ მოლაპარაკებების გაგრძელება. საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების შესახებ ჩვენი წინადადება ნათლად იყო წარმოდგენილი, აღნიშნა პესკოვმა. ცნობისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო მიმართვის საშუალებით სიტყვით მიმართა. თქვენ იცით, რას ვგრძნობ უნგრეთისა და კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მიმართ. ორივეს დიდ პატივს ვცემ და ორივე მიყვარს. ასევე მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო უნგრეთის ლიდერ ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ადამიანია და მას ყველა აფასებს. ის განსაკუთრებული ადამიანია და ყველა ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს, რაც შეეხება კონფერენციას, როგორც ორგანიზაციას, მას მთელ მსოფლიოში პატივს ვცემენ, განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეო მიმართვისას. რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ძვირფასო თანამემამულენო, მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტავროპოლში ჩეხოვის ქუჩაზე ღამით ინციდენტის შედეგად ჩვენი გმირი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი ზაურ გურციევი დაიღუპა. წერს სტავროპოლის მხარის გუბერნატორი ტელეგრამის არხზე. რუსული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილე გურციევი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის უკრაინელი ნაცისტების მონაწილეობით ტერორისტული აქტის ორგანიზება, აღნიშნა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა. რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით გურციევი 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღების მიზნით რუსეთის საჰაერო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის. ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. ამასთან საელჩო მათ აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც შესაძლოა დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ. მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა აშშ-ის გერმანიის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, პეკინის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას. ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ასევე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.